მოგისალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ესე იგი, გავაკეთებ რჩევას, მაგრამ რაღაცა ორ-ორი სიტყვით შემოვარგლები კიდევ, ხო, წინა სიტყვაში ვისაც არ გაინტერესებს გადახვიეთ. რადგანაც მე არ ვაკეთებ ახლა ლაივ ჩართვებს და ამ პერიოდში არც მცალია პირიქით ხედავთ, რომ ძალიან გადატვირთული ვარ და ამიტომ ვსარგებლობ ესეთი ჩანაწერებით. რა ხდება ახლა? რა სისულელეს ბუდიალობ, რას? ესეთი ხალხი რო გამოხტება. ასე არაკეთებ, ისე არაკეთებთ. მოდი კიდევ ერთხელ ავხსნი. მე პირადად რამე ახალს ის რაც აქამდე არ ყოფილა, არავის არაფერს ვთავაზობ. მაგ კუთხით. რაც წმენდას, რაც ჯადოს, რაც ასეთ თემებს შეეხება. ეს არის ძალიან დაბალი ვიბრაციები, ჭხიბავები. ვინც ასეთ რაღაცებს აკეთებენ და ხალხს აზიანებენ, მუშაობენ, მათ არანაირი ძალა არ გააჩნიათ. ზოგს განადგურება უნდა ზოგს რაღაც. თუ ვინმეს რამე არ გჯერავთ, ასკროლეთ, გადადით და კიდევ ეს უარყოფა, ესეთი რაღაც არ არსებობს, მოვისმინე ვიღაცაო და ამაში ფულს იხდიან ჯადოს მოხსნაშიო და როგორ შეიძლება ნუ რაღაცა და ბოლოს მერე ამბობს. ესეთი რამეები არ არსებობს და მერე ამბობს ესეთ რაღაცას. აქო მე ხლა დამიფიქსირდაო ტაროს შლის. მოპარვაო, აქო რაღაცას იპარავენ თქვენს ენერგიას, ასეთი მაგიაც არსებობს. და გამეცინა. მე არ ვიცი ესე შევარდნა ახლა არავისთან, უბრალოდ პატარა კომენტარს ხანდახან ვაკეთებ, ხო? არც ვასახელებ, ისე მაქვს აქცენტი. ამ შემთხვევაში ან არ დაუკვირდა ადამიანი, ან შურმა შეიპყრა, რაღაცა იყო, ახლა არ დავკონკრეტლები, არც მაგ კუთხით, ხო? მე კი ვიცი რაც იყო, მაგრამ ნახეთ, მოპარვა, ანუ ადამიანი მაინც აღიარებს, რომ ესეთი მაგია არსებობს და მაგია მეტი რა არის, ჯადო, აი იგივე კაც, ხო? სხვა სახელწოდებით. რაც შეეხება, როდესაც ყველაფერი ამას აღიარებს და სპეციალური შელოცვები შედგούν, გრიმუარები არის ხალხო. ისეთი გრიმუარებია, რომლის დალუქულია წაკითხვაც არ შეიძლება. და უბრალო მოკუტავმა წაიკითხოს კი არა, ოფიციალურად აღიარებული ჯადოქარი ვინც არის, იმანაც რო წაიკითხოს, ისიც დაზიანდება. საქმე რაში არის, იცით? ყველაფერი დაილუქა, იმიტომ რომ ადამიანის ცნობიერი ძალიან მაღალზე აიწია, ყველა ცდილობდა გაღმერთებას. ძალიან ბევრი საიდუმლო დაიფარა, ეკლესიამაც ყველაფერი იმიტომ უარყო, იმიტომ აკრძალეს, რომ ხალხის ცნობიერი ცოტა, ესე რომ ვთქვათ, უკან დაელუქათ, მოდი პირდაპირ ასე ვთქვათ. რას გვია არ არსებობს? მოდი მოვიტანოთ ჩვენი ქალაქები რაღაცა მჭყიბავებით ვახსენე და ქართველებიც არაკლებენ ხელს. გასაგებია, მაგრამ ქართველებს ვინც ახსენებს, აგრესიამ შემიპყრო, უბრალოდ იქ არ იყო მაგის გარჩევის ადგილი. და მე შევიკავე თავი. ესე წამოავლო ხელი, ნუ რას უკაცრავად. ქალაქები ავიღოთ საქართველოში, წყალტუბო, რომელიც ქუხთა გუგუნებდა და სულ იყო ჩვენი მოწინააღმდეგე ხალხით, ხო? შემოსევა, რუსები რა, ის ავე ფერები, ვისვე ფერები. და დააქციენ, თქვენ რა გონიათ? რატომ მოხდა ეს ყველაფერი? სოხუმი იყო, აფხაზეთი იყო, დააქციენ, ზუსტად მაგ მჭყიბავებმა. და თვითონ რუსეთში და უკრაინაში ხედავთ რაც ხდება. და ქართველმა რომელმა გააკეთა დღეს არის და ჩამოეთესლენ აქ და გაიხსნა პორტალი თბილისში, რომელიც მე ვახსენე წინა ვიდეოებში, ავიღე უბრალოდ. ავიღე, რა ვიცი რატო ავიღე კიდე, ხო? მაგრამ ავიღე, მაგრამ ვისაც ახსოვს. რატომ არ ქართველებმა გახსნა ეს პორტალი?
ამდენი ხალხი რომ იღუპება. მაგენმა გახსნა ისევ. და ხალხის სურათები ეს ახლა მე არ მინახავს, მაგრამ ითქვა, გაქონილი ყრია აქეთ იქითო. მითხრეს. მაგრამ საქართველოს ვერ მოერევიან. საქართველოში ჩხიბავებზე უფრო მეტად ძლიერი, აი, ვინც წმინდავს ასუფთავებს, ესეთი საზოგადოება დგას. რა თქმა უნდა, არიან, მაგრამ მაგათ ძალა მაინც არ აქვთ. ესენი ძალას იძლიერებენ. მე აგიხსნე ახლა რა მნიშვნელოვანი განსხვავება აი ჯადოქარს და მაგათ შორის. მოკლედ, რა თქმა უნდა. აი ზუსტად ესენი აძლიერებენ, ითვისებენ, იწეპებენ, როგორც აი ქურდები. ზოგიერთი ქურდი დაუშვათ მოიპარავს რაღაცას და გამდიდრდეს შეიძლება. ზოგიერთი ერთ პატარა ნემსი აიღონ და რა ვიცი, ახეხიონ 1-3 წელიწადი ვირისაბანო. ხო? მეტი თუ არა. ასე არის მანდაც. იძლიერებენ ამ ყველაფერს, მაგრამ სინამდვილეში ძალა არ აქვთ. თავისი ძალა არ არის ეს. ასეთმა ქურდმა რომ ვერ მოიპაროს, შეხედეთ, ქურდი ავიღოთ. მას ფულის გამომუშავებაზე არ უმუშავია არასდროს ადამიანს, ნახეთ? ცხოვრების აწყობაზე არ უმუშავია, ქურდობით მოიპოვა. ასე რომ მან თუ ვერ მოიპარა, შიმშილით მოკვდება ამოძვრება სული. იგივეა აქაც. ადამიანმა ეს ენერგიები რაღაცა ესე თუ არ გააძლიერა, ვიღაცას თუ არ დაესხა თავზე და ესე თუ არ იჩათლახა უკაცრავად, მაგრამ ამ ბოლო დროს უგრძნობრო საჭიროა ისეთნაირად ვესაუბრო ბევრს უკვე. თორემ ჩემთან ესეთი საუბარი არ იყო აქამდე. ხო, ესეთ რაღაცა ის არანაირ ძალა არ გაჩნია. ჯადოქარს არ ჭირდება რიტუალი ხალხნო. არ ჭირდება რაღაცა ეს ოფიციალური კი მაინც ყველაფერს თავისი აქვს, მაგრამ ჯადოქრის გაფიქრება ან ნიშნები რომ აქვს ჯადოქარს, ხო უბრალოდ ჩვენთან საქართველოში მაინც რაღაცა თითქოს ეხლა წამოვიდა, თორე ზღუდავენ საკუთარ თავს. გაიფიქრა ადამიანმა, სიტყვა თქვა ერთი და всё მიეწია. მე გითხარით ადრე და შეგახსენებთ, მქონდა ესეთი რაღაც ფრეშკას რომ ეძახიან მეხსიერების ბარათი, აი მაქედან მომპარენ ინფორმაცია და თან უთხარი ეს არ გადატვირთოთ. მაინც მომპარენ და მივხვდი რა თქმა უნდა. ეს ინფორმაცია იყო ისეთი, სხვას მისცემდნენ და ხვდებით, რა თქმა უნდა, იქ ფულზე იყო უკვე თემა, გამოიმუშავებდა რაღაცებს. და მე ვუთხარი, რომ ეს არ გააკეთო, არ გასკნათ და მაინც მოიპარენ და ესე გაუბრაზდი, გამწარდი, ჩემი იმით, ეს იგი მეთქი წაშლილია მისი კომპიუტერიდან, გავაკეთე ჩემთვის რაც. მაგრამ ხო არ ვიცი სინამდვილეში რა მოხდა, მივედი მეორეჯერ და მე ესე ჩავკარ, თქვენ ჩემი ინფორმაცია ხო გაქვთ მეთქი და ეს ფრეშკა რაღაცა რომ მომთხოვენ. ხომ გაქვთ მეთქი და აი მე არა, ვაფშე არაფერი არ აქვს. რა ხდება მეთქი და ის კომპიუტერიც ესე იგი ჩემი კი არა. მათი დედისკზე რომ იციან გადატანა, ყველაფერი განადგურდა. და კიდევ იქ რაც იყო აპარატურა დაიწვა. აგერ მქონდა ეხლა ესეთი შემთხვევა. რაღაცები გავუკეთე გოგონას და ისა რა ქვია. ისეთნაირად მოხდა, საჩუქრად სანთლები შევპირდი და სამაჯური შევპირდი. მე ისე მოხდა, რომ რაღაცა სანთლები გაუგზავნე, როგორც ყველასთან ახლა ეს ვინმე კაცო თქვენს კონკრეტულად არ მიიღოთ ხა. მაგრამ იცით რომ ესეთ რაღაცებს გაკეთება, მე ვიცი სახლი გაწმინდა ეხლა რაღაცა და დავდები ეს იგი და ამდენი და ჩავანაცვლე სამაჯური სანთლებით. მოთხარი სახლს ჭირდება თქვენსაც გაწმინდა მეთქი და ამას დაგიდებ. მე ამ გოგომ ეს სამაჯურიც მოითხოვა. ისე მოითხოვა მანამდე ცოტა მოგვივიდა კიდე რაღაცა თავის ახლობელზე მომთხოვა წმენდა, ამაზეც გადახდილი მაქვს და მომთხარი არ გაქვთ გადახდილი მეთქი და წალაპარაკება რომ მოგვივიდა. რა თქმა უნდა, ეგ სკრინები ამოვჭიჭკნე, დაუდები, ბოდიშები იხადა მერე, მაგრამ
ეს მახსოვდა მე ხო და კიდევ რო იგივე გაიმეორა და ახლა სამაჯური მოითხოვე, კარგი მეთქი აღარ დავუწყერ მტკიცება რა ვარ შეპირებული რა არა ვარ. როდესაც ხდება ნახეთ, კი ადამიანს შეიძლება უთხარი, მაგრამ მე იქ დამჭირდა მეტი მუშაობა. გარმქონდა მე ის გათვლილი. ვიღაცას რაღაცა შეეშალა სიტყვაზე. ნახეთ, მე ამ ადამიანს შევგვირდი დაუშვათ რამე, მაგრამ არასწორად მომწერა და მე იქ კიდევ დამჭირდა რაღაცების ჩასწორება. მერე უკვე ის საჩუქრები არა კაცო, მერე ამბავია. გაგიკეთე უკვე, ჩავანაცვლე, ხო, ყველაფერი დეტალურად ხო არ ვიმასკნი. მე არავის ვალს არ დავიტოვებ ხალხნო. რა თმინდა? ვინმეს ვალი. გადასახადია ეს, გადასახადში ჩამეწერება მე და რა თქმა მე დავზარალდები. და შესაბამისად მეც მაქვს ჩემი გადასახადი, თქვენ რა გონია, მე არა მაქვს. და შესაბამისად ავდექი ხო და მე ვთხარი ამ მასაც მიიღებ მეთქი სამაჯურსაც, ხო, აღარ მინდოდა მეტი ლაპარაკი და გაუგზავნე. მაგრამ თან ძალიან გავბრაზდი. აი მეწყინა რაღაცა უაზროთ და როგორც სამაჯური მივიდა ხელში აიღო დაიფშნა ეგრევე. დაიჯერებთ თქვენ დახტება. არაფერი არ გამიკეთებია, ხო გაუგზავნე, გაუმზადე, დაუმხტე. მაგრამ მეც არასწორად მეკცევი მეთქი. როგორც კი ხელში ესე აიღო სამაჯური და მომწერა და მეუბნება, ნინო სამაჯური დაიფშნა, ალბათ რასელოდა ჩაგინაცვლებ ახალს გამოგიგზავნე, არ ეკუთვნოდა. ნუ ახლა მე ვთხარი, არ ვიცი მეთქი, ახლა იქ არ იყო არავით არის მძიმე ენერგეტიკა არაფერი. რადგან ვერ მიხვდა რომ არ ეკუთვნოდა, დაიფშნა ხალხნო. აი ესენი სულ ის რეზინის გაწყვეტას კი არ ვიძახი. ახლა ასეთ რაღაცების გამოფენა არ მინდა, არ ვიცი, შეიძლება მოისმინოს ახლა და ვიცი რომ მე გულზე გხვდებათ, მაგრამ ბიჭო, ხო უნდა მიხვდეთ. მე რისთვის მაქვს ეს გვერდი შექმნილი? იმისთვის მაქვს შექმნილი, რომ აქ გაიზარდოთ, რაც არიცით, გაიგოთ, ისწავლოთ და ასე შემდეგ, თორე კი არა, კი არა, გეწყინოთ. დაფიქრდეთ, სად უშვებთ შეცდომებს. აი ესეთნაირად მუშაობს ჩემი რაღაცეები და ესე ხელს არის მცდელობა, ნუ წამომკრავთ, თავი შეიკავეთ, რამე ვინმეს არ მოგწონთ, მიბრძანდით, რადგანაც მე გიფრთხილდებით, იმიტომ რომ მე ვიცი ჩემი ენერგია და ჩემი ძალა საქმეა მაშინ, თქვენ არ იცით და ამას არ უყურებთ სერიოზულად. ვინც მე ნერვის შემიტოკა, ყველა ჩემი გასასვენებელი გახდა და ამის მოწმე ხალხი არსებობს. არაფერს არ ვიგონებ აბსოლუტურად. ყველა დაზარალდა. ყველას ისეთი პრობლემები შეექმნა. ჩემთვის კი არა, თავის მოსაფხანად არ ძალიათ ხალხნო. არაფერი არ გამიკეთებია არავინისთვის. ესე ხდება. და მით უმეტეს არ ვამბობ რომ მე ჯადოქარი ვარ, ის ვარ, მაგრამ მაქვს ეს ენერგია. ჯადოქრის წყევლა, ესეთი ადამიანის წყევლა არის ძალიან ცუდი. იმიტომ რომ ჩვენ ესე უბრალოდ არ ვიწყებლებით, როგორც რიგითი ადამიანები. წყევლის ცოდნას, წყევლის დადებას ცოდნა სჭირდება კიდე რომ იცოდეთ, რომელიც ძალიან კარგად ვიცი. მე რომელმაც ჯადოქარი შეძლებს საკუთარი თავის განკურნებას და მე ხომ მაქვს ამ თემაზე მოყოლილი. დედამიწა გაჩერდა ხალხო, მე დამემთხვა ზუსტად ყველაფერი ესენაირად. პანდემია რომ დაიწყო, პანდემია რომ არ დაწყებულიყო, ეს ჩვენი ძალიან სახელოვანი განთქმულ თურქეთში მე გადასული ვიყავი, იმიტომ მქონდა ყველანაირი საბუთი და 3 ოპერაციას აპირებდნენ ჩემზე გაკეთებას. და კიდე დავრჩებოდი საოპერაციოზე, მაგრამ გაჩერდა დედამიწა. ტყულს ვამობ რამეს?
ხო ზღაპრულად ჩანს, მაგრამ რეალურად ასე იყო. ყველა მიცით, რომ ასე იყო. და რა თქმა უნდა, ვერ გადავედი, ვეღარ წავედი და რაც იქნება, ის იქნება, მივენდობი ღმერთს მეთქი. ბედს თქო. და შემდეგ იყო ზუსტად დავიწყე ჩემ თავზე, ჩემი თავი მე თვითონ განკურნე. ეს შეუძლია მხოლოდ კიდე არ ვამბობ, რომ ჯადოქარი ვარ, მაგრამ ძლიერი ენერგიის ხალხს, რომელთანაც ფრთხილად უნდა იყო და ჩემ ენერგიას ახლა ვიღაცის აქ რაღაცა ის არ შეუძლია გაწმენდა გეშიფთავება და იგი და იგი. უბრალოდ ყველაფერი ამ კუთხით არ არის საკითხები, რომელიც თქვენც უნდა შეცვალოთ. თქვენც უნდა გააკეთოთ. ყველაფერს მე ვერ გაგიკეთებთ. არ გაგიკეთებთ უბრალოდ. ვიღაცას გეძვირებათ ჩემი მომსახურება, მაგრამ მაინც არ არის ეს ის ღირებულება. ნახეთ, ყველაფერი თავიდან ბოლომდე თითი არ განძროს, რამე არ შეცვალოს და მე ესეთნაირად ყველა შრომობს. თქვენი რესურსი უნდა ჩადოთ. და რაღაცები გამოვასწოროთ. წმენდა დავდე, ესეთი ახლა, იცით რომ ამას ვაკეთებ წელიწადში ერთხელ და იშვიათად. ანუ იმის თქვა მინდა, რომ რადგანაც ბევრმა მომწერა წმენდები საშუალება არ არის, რა ჯერ ერთი შამაგიურ წმენდა არის ძალიან რთული და ესე სანთელი და რა იცით ვერ გაჭმინდა, პაჭაპუჭეთი სპეციალური შალოცვა უნდა წაიკითხოს და რიტუალი წმენდითი. და ეს შეღავათი გავაკეთე, რომ დავყავი საფასური, რაც ბევრმა ვერ გაიგო. და მე ვეუბნები ადამიანს, შენ გჭირდება ამფასიანი დამშვა წმენდები და შენ გჭირდება ეს ისეც გეყოფა. მაგრამ რომელიც აქ მანამდე არ მქონდა, შარშან არ მქონდა მე ეს რაღაცებგაც ახლა გავაკეთე. და მიუხედავად ამისა, მაინც თქვი, რომ ვისაც საშუალება არ აქვს და ახლა მსუბუქი და რაღაც ესეთ ისინია, ეშველება, ხო, იმ შავ მაგიურსაც ბევრი რაღაცები გაიწმინდება, ის ძირი თუ არ გაიწმინდება სიტყვაზე, ხო? და იგრძნობთ მეთქი, ვისაც რა საშუალება გაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელა ღირებული არის ჩემი წმენდები, მაგრამ ეს იქნება, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური მთლად არა, თუმცა ყველა ადამიანთან მაინც გარკვეულ დროს უთმობ და წმინდა ესე არ არის, ახლა ვიღაცა ესე მიაყოლო და ჩამოაყოლო და გაიწმინდოს კაცო, რა ებს ლაპარაკობთ. და უთხრა, ნუ, რამდენიც გინდათ, ანუ ფიქსირებული არ არის თანხა იქ შეგიძლია 1 ლარიც დაიწყოთ, 2 ლარიც დაიწყოთ, 5 ლარიც, 100 ლარი, 500 ვიწყოთ, რა ვიცი, 1000 ვისაც რა, როგორ უნდა. გული როგორ უგზნობს, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩემი წმენდები კაცო 2 ლარი ღირს. არ ღირს მაგდენი მერე ვიღაცა მითხრათ. რა ებს მელაპარაკებით? და ვისაც რეალურად მართლა არ გაქვთ საშუალება. და ქალბატონი მწერს, რომ ეს თანხაო, წინასწარ უნდა გადავიხადოვო? და ჩემი რეაქცია, ბატონო, რა თანხა? რა თანხაზე მელაპარაკები? ანუ 1 ლარზე და 2 ლარზე სიტყვაზე რომ დარიცხო და თუ გინდა 10 ლარი იყოს, მაგაზე მელაპარაკები, წინასწარ უნდა გადავიხადო და შედეგი რო ვერ ნახო, ვერ ვიგრძნო. აი? შოკი. დიახ, წინასწარ უნდა გადაიხადოთ მეთქი, რომ მონაცემები ჩავინიშნო თქვენი. ვინ ხართ? ვის რა ჭირდება, ხო, მაინც? მეორე მომწერა. მე ახლა გადავიხდი ამ თანხას, მაგრამ მე-6 ჩაკრა მაქვს ჩაკეტილიო. ხარი, ჯერ მე-6 ჩაკრა მაქვს ჩაკეტილი, რას ის სულელას ლაპარაკ. მე-6 ჩაკრამდე ყველა ჩაკრა გახსნილი გაქვს და მე-6 გაქვს ჩაკეტილი მარტო. შენ მამზე. და რა ხდება ახლა? ჩვენო ვიძახებთ, გამოძახება, კაცის გამოძახება, ესეთი რიტუალი ყოფილა. ვიღაცას დაუდვია, რა ვიცი. და ამასო ვაკეთებთო და ამ ბოლო დროსო არ გამოდის ეს ბიჭი კონტაქტზეო. მოთხარი, ანუ ჯადოს უკეთებთ მეთქი ბიჭის თქო? არა, ჯადო არ არის ესო. აბა მე ვთხარი რა არის? კითხულობ სპეციალურ ლოცვებს რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ გამოვიდეს კონტაქტზე ადამიანი. აბა რა არის? ადამიანი ვერაცნობიერებს, რომ კი, ეს არის ჯადო, მართალია, იქ ახლა სისხლი არ არის ჩარეული, მაგრამ ხომ არის რაღაცები მაინც ჩარეული.
დამუხტული ისეთნაირად რომ გამოდა ვერ გამოვიყვანეო. და ესე იგი მეექვსე ჩაკრა მაქვს ჩაკეტილიო და წმენდა რომ გააკეთოთ თქვენო ეხლა ამას გამიხსნის. ესე იგი ის ბიჭი კონტაქტზე თუ არ გამოვიდა თურმე ჩემი წმენდა არ მუშაობს ამასთან. ესე იგი ჩემგან მოითხოვა მე მივცი ამხელა ძალა. ამხელა ძალა მოგიცეგი არა მეხი უნდა დაეცეს ესეთ ხალხს უყოლას თავში. ჩვენო Facebook-ზე ვინც ვართო ჩემს მეგობრებშიო მოისმინოს თუ უნდა. გაბედ ერთი და შემომივარ ჯერ მიგაბლოკავ იმ წუთში. და მერე კიდე გადავცემ საჭირო ხალხს, მარტო მე კი არ ვიმუშავებ შენზე, ესეთ ხალხზე. ისეთ ხალხს რომ საერთოდ დაიბლოკოთ სუყველა, კი, სუყველა დაიბლოკოს ესეთი ხალხი. Facebook-ზე მეგობრები ვინც ამყავთ, ყველა ვაკეთებთ ამასო, რომ გამოვიდეს ბიჭი კონტაქტზეო, ბიჭებიც მისმენთ. და ვინ დადო ეს არაფერი არ არის, ეს ის არაფერი ჯადო არ არის, აში არ არის, ისე არ არის, ნუ ახლა ვიღაცამ გაყიდა ხო რაღაცა. მანამდე იყო მოვიდა გოგო, ესეთი რაღაცები გავაკეთეო და ახლაო არ მოქმედებს, ადრეო 1-2 იმოქმედაო, 1-2 იქნება მისით გამოვიდა ის ადამიანი კონტაქტზე. ნუ თქვა თქვენ თვითონ ჩახურეთ თქვენ თავზე ჩაკრები მეთქი, არავის არ ჩავხური. ეხლა რა ხდება? ვეს ბიჭი რო კონტაქტზე არ გამოვიდა, ჯადო გააკეთა ვიღაცამ ამაზე რომ იმიტომ თორე ამას არ ვიცი, კატასტროფა, ეს არის კატასტროფა ხალხო. ეს არის აღწერაც არ შემიძლია როგორი კატასტროფა. რას ბოდიალობს, ფსიქოლოგიც არ უშველის, აი წმენდები უშველის, არ წმენდები უშველის და ფსიქოლოგი ესეთ ხალხს. და ასეთ ხალხზე მე დავხარჯო დრო და ავიღე ვიდეო შემდეგ. აიღეო ეს ვიდეო თან რაღაცა მე სხვებმა მკითხე. კი, ავიღე. მე მივხვდი რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, ჩემი წმენდა ეს არ უნდა გავაუფასიურო, იმიტომ რომ ვიღაცა კარგად იყო. ესეთი შარლატანები შემოცვინდნენ და ესეთი რაღაცა საკუთარ თავისთვის რო ერთი ლარი ვერ გავუმეტებ, შენი სიამოვნებისთვის თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა 1 ლარი, 500 ლარი, 1000 ლარი. შენ იმ დროს აი ეს გჭირდებოდა, ეს გინდოდა, ასე გადაწყვიტე და შემდეგ შენი სიამოვნებისთვის გააკეთე, თუნდაც ეგ იყოს. და შემდეგ გადანაშაულებ ვიღაცას. ესეთიც იყო. გადაიხადა ფული რაღაცა და მე ისე რა ქვია, აი რო იმუშავებ კონსულტაციაში ჩავტარებ და ფულს რომ მithხოვს. უკანა. და ჩემი კონსულტაციები ყველა მიცით როგორი არის. ბევრმა იცით ყოველ შემთხვევაში. და ფულს რომ მithხოვს, ისი ფული? რა ფული? ესა კაცო, ახლა მაგდენიო, მერე მელაპარაკებო. ადამიანი ფულზე. დრო დავხარჯე, ამხელა ინფორმაცია რაღაცები. შენ ბევრმა იცის, ბევრ მოსულა, რომ და იგივეს ვეუბნები, იცის, მაგრამ მე მეუბნებიან, რომ შენ ეხლა მე კიდევ უფრო დამაჯერა. ახლა რა უკნაღა, შენი ისტორია კი ბატონო, იცის შენ და გეუბნებ ჯადოს დიაგნოსტიკაზე მოდის ადამიანი და იცის, რომ ეს ჯადო ნახეო, მითხრა ადამიანმა. კი, ნინო, ნახე, რასაც მეუბნები, მე ყველაფერი მე მიყვება. ხო და ეხლა მე ახალი რა მოუგონო იმ ადამიანს, ხალხო? აქ ეხლა ფსიქოლოგი, ავიცი, ფსიქოლოგი უშველი, არ უშველი ასეთ ხალხს ფსიქოლოგი. ახალი რა გითხრა, იცის და არა, მე ვამბობ როგორ ეხლა დავალაგოთ, ხო, რამე ისე არ გამომევიდეს ცუდად ნათქვამი. იმ ადამიანმა იცის და მეუბნება, რომ კი, მე ეს ნახე, მე ეს ვიცი და მართალი ხარ და ეხლა კიდე უფრო დავწმუნდი და დავჯერდი და რაღაცა იქ თუ პატარა დავამატე და ან ზოგს დავუშვათ ადამიანზე უთხარი ესე დაახლოებით ეს ადამიანი მაგაზე მაქვს ეჭვი და რაღაცა ხო ხვდებით ესე დასახელება არ ხდება ჩემთან ადამიანის შეგნებულად ხა დასახელება ჩემი ძლია და შესაბამისად ვერც არ მაიძულებს მაგას კიდე დავასახელო და ამის აი ნახეთ და ვიღაცას დავუშვათ ესე გაუკეთებ უთხარი და მაი ვიცოდი კაცო
აი აბა სხვა რა გინდა ახლა სხვა ვის დავადო ხელი და ვინ გითხრა კიდე რა ის გინდა გითხრა იმან იმან ისე იმან მე შეიძლება ის მითხრა ტყუილია მაგი და რა თქმა უნდა ავიღე ვიდეო და ესეთი შეთავაზება მივხვდი რომ არ უნდა გამეკეთებინა ესეთი დედატერეზობა არ უნდა გამომეჩინა ნამდვილად ასე რომ მე აქ იმის თქმა მინდა იქნებ კიდევ მოხდეს სასწავლი და გაიაზროთ ესეთმა ხალხმა საკუთარ ცხოვრებას გაუფრთხილდეთ უბრალოდ რაც გაქვთ დარჩენილი ის მაინც გაატაროთ ნორმალურად და არ შეირღეთ ჭკუიდან არიან ადამიანები აი როგორ არის იცი იხევენ უკან ხალი იყო ჩემთან ერთი მოსული კონსულტაციაზე ხშირად მოდიო რაღაც ჭირდებოდა იმ პერიოდში და მე მეუბნებოდა აი ნინო ვერ გელაპარ იმ ხელა ენერგია მოდის შენგან მეო სულ რაღაცნაირი შიში მიპყრობს რისი გეშინია დავამშვიდე რაღაცა ისეს არაო ძალიანო დიდი ენერგიის ადამიანი გრძნობდა უბრალოდ ახლა არის ადამიანი აი მას ურურო ჩაარტყოს ზოგიერთ თავში ვერ იგრძნობს ახლა რა უკნა და აღარიან ესეთი განსაკუთრებული ხისთავიანები და ის ენერგიას რას იგრძნობს როგორ იგრძნობს კარგი ნახოთ რჩევა პრობლემების მოგვარება კი აი რაღაცა ეს რა არის კარგი მოიცადე რჩევა აქ სხვათა შორის თუ რაღაც გინდათ აიღოთ ან ვინმესგან ხო ბანკი ან რაღაც გინდათ გააკეთოთ ცესხი ან რამე ესეთი ან ხო მიხვიდეთ ვიღაცასთან გამოგივათ შეტყობინება ძალიან კარგი მოდის აქ იცით რა არის თქვენი განახლება თუ კი იყავით რაღაც გრძნობდით ცოტა შეჩერებას თქვენი ინტერესების რატომღაც ინტერესები ფიქსირდება აქ შესაძლებელია ვიღაცა როგორ იცი აი წარსულში უფრო ძლიერი ვიყავი წარსულში უფრო სხვანაირი ვიყავი წარსულში უფრო თავდაჯერებული უფრო წარმატებული და მე გადახვედით ცოტა სუბუქ ქალბატონის პოზიციაზე არა სუბუქი ყოფა ქცევის არ გულისხმობ ანუ ისე ვერ ახართ ხო როგორც იყავით ესე ყველა სიტყვის რა დღეში ხარ გამბუზიაო ეს იქ მჭირს ერთი ჭკვიანი კაცი იყო მოკლედ სოფელში და მეფემ ეს რო გაიგო ადგა და დაიბარა და დავდო წინ თევზი ახლაო შენ თუ გამოიცნობ რა თევზი დევს შენ წინო შემწვარში პიწყინებული ნახევარ სამეფოს გაგიდებ წინო გაჩუქებო და დახედა ამ იმას რა ქვია კაცმა დაღუნა თავი ახლა აიცის თევზი ეხ რა დღეში ხარ გამბუზიაო რა იცოდი კაცო გამბუზია რა ყოფილიყო თურმე გამბუზია ის ყოფილა თევზი ყოფილა და კი მოიგოს ნახევარ რა ქვია სამეფო ამ კაცმა ესეთი რაღაცა მჭირს აქ ყველა სიტყვაზე რა დღეში ხარ გამბუზია თქვა ჩემთან იზი არ გაიგოთ რაღაცა ისე ცუდად არ მიგეჩვენოდა ნუ რა ვქნა აი ესეთნაირად თქვენი სიძლიერე ანუ თუ კი და რაღაცა აღარ გამოგდიოდოთ ამ ყველაფრის აღდგინება მოდის ჩემო კარგებო სხვათა შორის ეს იქნება შესამჩნევი ეს არ არის
ის პოზიცია, რომ ესე ვინმე ვერ შეამჩნიოს. ვიღაცა გალამაზდება, ვიღაცა წონაში დაიკლებს, ვიღაცა უფრო წარმატებული გახდება, ვიღაცა ეს გაშლები, ჩემი გაშლები, ჩემთან ჩასაფრებული ვინც არის ნეგატიურად და რაღაცები, ნახეთ, არც ერთი არ რეზონირდება. აბსოლუტურად მე ამას ვაცხადებ. მე ამ წარმატებებს თქვენ არც ერთს არ გისურვებთ. როგორც გინდათ ახლა ისე მიიღეთ. გინდ ბოროტებად მიიღეთ, გინდ ის არა, არ გისურვებთ და არც ერთს ესეთ ხალხზე არ რეზონირდება. ამიტომ ტყუილად ნუ მოისმენთ. ტყუილად ნუ შეეცდებით აითვისოთ რაღაცა. რაღაცა გამომძალოთ, თუნდაც ესე სიტყვიერად, იმიტომ რომ ამ ენერგიას მე რომ ვუშვებ, კი ფიქსირდება, მაგრამ ვაძლიერებ. ბევრთან ყოფილა ესეთი მომენტი, რომ რაღაც არ გამოდის და წმენდის და ყველაფრის გარეშე მithქვია, რომ აი კარგად იქნებ, გამოგივა და გამოსულა. ასე რომ ტყუილად ვერაფერს პირიქით ჩაიკეტებით. მიბრძანდით აქედან. ესეთი ხალხი მიბრძანდით სასწრაფოდ. ჩაიკეტებით და ისე ჩაიკეტებით ვერავინ ვერ გაგხსნით. არავის არ ვაძლევ მიამის უფლებას. არც ერთ ეზოთერიკოს. არ დაიჯერებთ, თქვენ თავს დააბრალეთ. და მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ უნდა მივიღო და ვინ არა. ვისაც არ ვღებულობ, ძალიან ნუ მეტენებით, ნუ მეკვეხებით. ერთხელ გეუბნებით, ორჯერ გეუბნებით, ვარს მიბრძანდით. დაზარალდებით. ეს იქნება ჩაგეტილობა ამ შემთხვევაში. აბსოლუტურად უკან წახვალთ, ნოლზე დაჯდებით. ენერგეტიკულადაც. გაცრავად. არ მიყვარს ეს ყლონჭის თემა, მაგრამ აჰა. კარგით. აი აქ ეს ქალბატონი იბრუნებს უფრო მეტ სიძლიერეს, უფრო მეტ წარმატებას. თქვენ რაც იყავთ წარსულში, ის ყოველ შემთხვევაში ნამდვილად იქნებით და განახლდებით. მაგრამ მე უფრო მეტს გეუბნებით. აქ იქნება სხვაობა. შესაძლებელია იმდენად როგორ არის იცი, ეხლა იმდენად ცუდად ხართ, ან იმდენად ვერ ხართ ფორმაში, ესეც კი შესამჩნევი იყოს, რომ აი დაბრუნდა დავუშვათ ძველი თიკო დაბრუნდა, ძველი, რა ვიცი, მარიამი დაბრუნდა, ძველი ვიღაცა დაბრუნდა, ხო, ძველი ნინო დაბრუნდა. აი ესეთი, ხო, ესე სახელები ხა. ასეთნაირად მიფიქსირდება აქ ყოველ შემთხვევაში. მაგრამ მაინც მგონია, რომ უფრო მეტი როგორ იქნება, იცი, განსხვავება, ძველთან შედარებით კიდევ უფრო მეტი განსხვავება. თქვენ გადალახავთ ამ პრობლემას, ჩემო კარგებო. ფსიქოლოგიაც ბევრ ამას ნიშნავს. ამიტომ საკუთარი თავი მომართეთ უკეთესობისკენ. გამიგეთ რისი თქმა მინდა. აქ გამოდიხართ მარტოობის, ეს რა არის მარტოობის? წარსულში თქვენ ძალიან მარტო გრძნობდით თავს. ან მარსი ნამდვილეში რეალურად მარტო ხართ და ეს როგორ გავიგოთ, რას ვანიშნებ? ხო, გამოდიხართ აი ამ მარტოობიდან. აქ ესე იგი ეს არის, ნახეთ, თქვენთან შემოდის მეგობრები, ხალხი, საზოგადოება. არ არის გამორიცხული თუ ვინმე მწმენდა გაიკეთა, აქ მაშინ გაიწმინდეთ თუნდაც ის მარტოობის გვირგვინი ვისაც გედგათ თავზე. ესეც შეიძლება, კი. უმეურვეობის, ანუ უმეურვეობა რას ნიშნავს? მზრუნველი რომ არ ყავს ადამიანს, არც ამ ქვეყნად, არც იმ ქვეყნად. ანუ ვერც ურთიერთობაში შედის მარტო ოჯახზე და დედმამაზე არ არის აქ ლაპარაკი. მყავს მე ასეთი გოგონები, ვიცი, ბიჭიც მყავს 1, 2, ზუსტად 2.
ორი ბიჭი მხას კიდე და გოგონებიც რომ არ ყავთ მშობლები არ ყავთ პირადშიც ვერ შედიან ურთიერთობაში ეს იმას ნიშნავს რომ აი უმეურვეობის გვირგვინი ადგას თავზე მეშვიდე ჩაკრა არის დაზიანებული ყველაზე მძიმე არის მეშვიდე ჩაკრა ზოგადად ну მეტად არ დაზიანდეს და ეს თემა მე აქ ვფიქრობ რომ გამოსწორდება იმიტომ რომ მოდის თითქოს ხალხი ნახეთ თუნდაც ერთი ადამიანი შემოვიდა ხო მიიღეთ ეს ნიშნად რომ აი всё ეს არის ნიშანი რომ ну ეხლა კინო ფეხქვეშ დაეფინები და წითელ ხალიჩას კინო დაუფენთ კაცო მაგრამ ნორმალურ პარკლებში ხო მაინც ადამიანია და დაიცავით ეს იგი ნახეთ მოდი ასე ვთქვათ ნამეტანი მიფეთება ნამეტანი თავზე გადაყოლა ყველაფერს აფუჭებს ამიტომ ეს ბალანსი დაიცავით აუცილებლად მე ზუსტად ეს მინდოდა თქვენ ამას დიდი ხანია ლოდებით ფაქტიურად აქ უკვე ეს დრო მოვიდა ნახე წარმატების დრო ბედნიერების დრო ძალიან დიდი ბედნიერება დამიფიქსირდა ძალიან დიდი წარმატება ვიღაცასთან ძალიან კარგი შენაძენი დიდი ღირებული ხალხო კაბი შენაძენს არ ვამბობ ახლა მაგრამ რა ვიცი ახლა ჩანთაში 35,000 გადაიხდეს ვიღაცა ის უკვე ღირებულია მაინც ხო მე არ ვიხდი მაგ ხელა თანხებს ჩანთებში არა საშუალებაც ახლა მაგ ხელა ჩემთან არ არის მაგრამ რომც იყოს 35,000 რა ვიცი პრინციპში მოდი დავცინოთ ესეთ ხალხს იქნებ ვალის გარეშე ოღონდ კარგით ნახოთ ხო იმიტომ რომ რატო გავაშღერე ახლა ეს აქ ვიღაცებს გონია რომ რაღაცები ალბათ თავზე მაცვივა თანხები კედლებიდან მოფრინავს ფულები და ასე შემდეგ და ჩვეულებრივად ეს არის რომ არ მშია არ მწყურია ჩვეულებრივად ცხოვრობ ხალხო რა გინდათ ვერ გავიგე არც დიდი ამბიციები მე არ გამაჩნია ვინმეზე გამორჩეული ვიყოზე გამორჩეული ან არა ჩვეულებრივად ან რაღაცა ერთმა ადამიანმა მითხრა რაღაცა ბარაქაზე და წარმატებაზე და დამანახა ერთი კვების ობიექტი და დღეში აქვს 30,000-ო შემოსავალი მაგასო და გავჩერდი აი გახსნაო მაგას ქვია ფინანსური არხისა და გავჩერდი ბიჭო მოთხარი მე რაც მაქვს გახსნილი თუ როგორც ვარ ეს მაკმაყოფილებს რა შვაში იმას ის თუ აქვს ობიექტი გახსნილი მისი მუშაობის მისი თვარ მუშაობს თავიც აქვს და მაშინ შენც უნდა გააკეთო ეს და გექნება ხო და მე მოთხარი მაგის იგი არც ნერვი მაქვს და არც სურვილი და ავიცი ხა მაშინ მე ჩემს რაღაცა საქმეს უნდა ჩამორჩე და მე ჩემი ეს არის თუნდაც ეს ტარო არის ჩემი ხო ჩემი პროფესია რაც არის ჩემი ეს არის არ არის ეს კვების ობიექტი ჩემი და რანაირად გავხსნა ახლა ეს სურვილიც არ მაქვს აი სურვილი რო იყოს კიდე ხო გაიგეთ რა ხდება ამიტომ ნუ ფიქრობთ რომ რაღაცა რა ვიცი ახლა ამის ახსნას თუ დამჭირდებოდა არ მეგონა კარგით ნახოთ კიდევ აქ რა შეიძლება რჩევაში რომ იყოს კი ვიღაცა თავის სანათლელ მანქანასაც იყიდი ის კი ბატონო აქ ძალიან კარგად დამიფიქსირდა ჩემო კარგო ეს არის სურვილი რომელიც გქონდათ წარსულში ასრულება საქმის გამოკეთება წინსვლა ძალიან კარგად ფიქსირდება აღდგინება განახლება დაწინაურება ვიღაცას შეიძლება რა ვიცი ჯილდოც მიიღოს ძალიან მალე ერთი თვიანი ორ თვიანი რა ვიცი დრო თქვენ ჩაიფიქრეთ ხო პატარ-პატარა სურვილების და დიდი სურვილის ასრულება გიფიქსირდებათ. რჩევაზე უფრო მე ვფიქრობ, რომ ეს ახლა წარმატება არის აქ ნახეთ რჩევა რა უნდა მოგცეთ აქ თქვენ ზუსტად იცით აი ეს დარჩა უკვე წარსულში რაღაც გულის ტკენა ბარიერის გადალახვა თუ რამე გქონდათ ესეთი ხო მოსაგვარებელი საკითხი ეს უკვე მოგვარდა ჩათვალეთ უკვე წარსულში
წავიდა რა, ან ეხლა всё დასრულდა. ნუ ხართ შეჩქვიფებული, გაორჭოფებული. აქ პირიქით წინ მიდიხართ, წინ. გამოდიხართ მარტოობიდანაც. შესაძლებელია საზოგადოებაში აი როგორც ნომბადი ესეთნაირად, ხო? გახვიდეთ. კარგით. კიდე მაშინ რა სიახლე შემოდის ეს მითხრა სიძლიერე. ძალიან კარგი სიძლიერეა. ეს არ არის ცუდი არკანი სხვათა შორის ამ შემთხვევაში. მე ასე ვერ დავაფიქსირებდი, რომ ეს ცუდი არის, იმიტომ რომ კი ბატონო, შეიძლება სხვა არკანებთან ცუდად იმას ქნა, მაგრამ ესე არ არის. ეს არის უბრალოდ ხანდახან შესაძლებელია ამ შემთხვევაში თქვენც ვერ აცნობიერებთ რამდენად როგორ არის, იცით, ვერ მიხვდეთ, აი მიყვებით რაღაცა დინებას რომ მიყვებით და ამხელა წარმატება ესე კარგად თუ შეიძლება ყველაფერი ამას მომენტალურად ვერ აცნობიერებს ხო ადამიანი და შეიძლება ეს მომენტი იყოს აქ, თორემ ეს ამ შემთხვევაში ცუდი არ არის კარგი. რა თქმა უნდა, სამსახური ისევ, სამსახური მე აქ მგონია რომ გამომუშავებაზე იქნებით, მაგრამ ყველაზე კარგი იცით რა არის, თავი არ გადაიღალოთ. მე ვფიქრობ აქ რომ ისეთნაირად შემოbrunდება ეს საქმე და სამსახური და ეს საკითხები, რომ პირიქით გადაღლამდეც კი მიხვალთ და ამიტომ გეტყოდით, რომ აქ თავი არ გადაიღალოთ, ჩემო კარგებო. ნახე აქ რამდენი რა არის. თავი არ გადაიღალოთ, იმიტომ რომ აქ ძალიან კარგი გააქტიურება ენერგია რა საკითხში ჩენელებული იყავით, შეიძლება ეს ზუსტად სამსახური იყოს, ხო? პირიქით აი ეს ყველაფერი მოდის თქვენთან. პიროვნებაო, ძალიან ეს არის როგორი პიროვნება, იცით, ხალხნო. არა, აქ მე ჭვიცარ მიყარება სწორი მიმართულება გაქვთ აღებული. ესეთი კარგი არკანები მართლა მაგარია, მართლა კარგი არის. აქ თქვენთან პიროვნება ჩემოვა ამ ყველაფრის მერე, მაგრამ ჯერ ეს წარმატებები იქნება. ეს არ არის ბიჭბუჭა. არა. ეს ბიჭუნკელა. არც ბიჭი, მოდი ასე ვთქვათ, ეს არის ჩამოყალიბებული სერიოზული მამაკაცი სიტყვა რომ ეთქმის, წონა რომ აქვს. წონა მოდი არ დავკონკრეტდეთ ხო რა საკითხში, რა სფეროში შეიძლება ერთს რომ ვთხარი, არაო და მე მეუბნება ჩემპიონია ეს ბიჭი. წონა აქვს. ჩემპიონი თუ არის, ხო? საზოგადოებაში არის წონა აქვს, რაღაცის უფროსი არის წონა აქვს, უსმენს ხალხი. მანდა მაინც წონა იმას კი არ ნიშნავს ძველი ბიჭი იყოს კაცო. იქაც არის ხო წონა, იქაც აქვთ, კი ბატონო. მაგრამ აი თუნდაც რაღაცის უფროსია. როგორ უსმენს მის დაქვემდებარებაშია თანამშრომლები, ხალხი, ხო? ამიტომ ასეთი ადამიანი შემოდის აქ თქვენს ცხოვრებაში. ნახეთ, აქ მანამდეც არის, განა არ არის, შესამჩნევი ხართ, პიროვნებები, ახალგაზრდებით, ისეთიც, ასეთიც, რა ვიცი, ვიღაცა ძველი, შენელებული კადრის კაცრიც, ფორმიანიც არის, მაგრამ არც ერთი არ გავაკეთე აქცენტი, ამაზე გავაკეთებ მე აქცენტს. იმიტომ რომ ეს შემოდის ძალიან კარგად და მე ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე ბედი. ეს არის ბედი. ეს დანარჩენი გამრელებია. ეს არის დანარჩენი. ეს არის ბედი კი. და კი. თქვენ ამას იგრძნობთ, შინაგანი ხმა, აი ზუსტად. შეიძლება სიზმრით ნახოთ ეს ადამიანი მანამდე. ან დაგესიზმროთ. კი ხდება ესეთი რაღაცებიც, ხო? ან იგრძნობთ, აი რომ შეხედავთ იმ წუთში მიხვდებით, ის არის სიტყვით. ნუ ეხლა შეგიძლიათ ბიჭებმა გოგოებზე გადაიტანოთ, ხო? ბიჭებიც ხო ხართ სმენელი.
კარგი, რაც ბოლო არკანი ამოვიღოთ ტრადიციულად, როგორც ვიცით, აღარც დამჩა კარგი არკანები უკვე. ამიტომ ყველა კარგი არკანი ამოვიდა და ამიტომ აქედან ყველა მაღალი და ყველა კარგი არკანი ამოვიდა, აბსოლუტურად აქ რაღა იქნება დარჩენილი, ამიტომ მანდძებნა არხივს. ნახოთ აბა ნახოთ აბა ბოლოს სიტყვით რას გვეწყდა ეს ისე იგივე გამოდიხარ მარტოებიდან გაცილება თავიდან დაიწყო მოყოლა მეტის ლაპარაკი არ მსურსო ეს გამოვიდა იგივე ისტორიისგან მეორება აღარ გვინდა ბოლო არკანი ზუსტად ის იყო რომ აქ შემოდის შემდეგ უკვე პიროვნება სიყვარული გრძნობები ჩემო კარგებო კი ბატონო გრძნობები ძალიან კარგი პერიოდი დგება აქ მე ვფიქრობ ძალიან მალე ბევრ თქვენთაგანთან ძალიან კარგი პერიოდი დგება ეს იცოდეთ აუცილებლად ძალიან კარგი პერიოდი დგება მე გისურვებ წარმატებებს და გემშვიდობებით ჩემი ვინც ხართ ჩემს ლაპარაკს ძალიან კარგად გებულობთ ძალიან კარგად ჩემი ვინც ხართ დანარჩენი ყველა არის გამლელები და გემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს